თბილისიდან ზოგიერთი რეგიონის მიმართულებით მიკროავტობუსით მგზავრობა გაძვირდა. რიგ შემთხვევებში რიგ მიმართულებებზე მგზავრობის ტარიფმა 5 ლარით მოიმატა. არსებული ინფორმაციით, საქალაქთაშორისო მგზავრთა გადაყვანის ტარიფების კორექტირება ქვეყანაში საწოვის გაძვირებასთან არის დაკავშირებული. ქუთაისში მუშაობდა, ქუთაისია გაძვირებული 25 ლარი. როდიდან გაძვირდა? რაღაც 1-2 კვირა იქნება ეს თვალს. გზავრებზე ხომ არა ისახა ეს გაძვირება? ყველაზე აისახება ეხა თავისთავად. ანუ რაოდენობა ხო შეგიმცირდა? შემცირებითაც და ისედაც ხალხური არა. ყველაფერს, ნაწილს, ხელოსანს, ყველა მომსახურება გაძვირდა. ყველაფერი ასია. აბა 10 ლარს რო ვიხდიდით რამის გაკეთებაში 50-60 ლარი უნდა იმის გაკეთებაში. მუშაობა არის ხალხი. და მუშაობა ცოტა. ანუ გაძვირების შემდეგ კიდევ უფრო ხარ შეგიმცირდათ. იგივეა. მარტვილზე გაძვირდა არის 10-15 დღე. რამდენიმე ხნის წინ ხო გაძვირდა კიდევ? არა. სხვა მიმართულებები? არა, უკრიბაში გაძვირდა ჭიათურა ცოტა ადრე, ოდნავ ადრე, თუმცა არ გაძვირებულა უკრიბაში კაი ხანია. გზავრები გყავთ მაინც გაძვირების მიუხედავად? არა, გზავრები არის ნაკლები, ძალიან ნაკლები. რომელი რეგიონის მიმართულებით გაძვირდა მგზავრობა თბილისიდან. ავტოსადგურ ოკრიბაში მარტვილისა და ზუგდიდის მიმართულებით მგზავრობის ფასი 30 ლარია. იქამდე კი 25 ლარი იყო. მგზავრობის ღირებულება მაისის ბოლოდან გაიზარდა ქუთაისის, ოზურგეთის, ზუგდიდისა და მარტვილის მიმართულებით. გასულ პერიოდში ტარიფები მგზავრთა გადამყვანმა კომპანიებმა შეცვალეს. მეტრო ჯორჯიამ, ომნიბას ექსპრესმა და ჯორჯიან ბასმა საქართველოში საწვავის გაძვირების გამო მგზავრობის ღირებულება ყველა მიმართულებაზე 5 ლარით გაზარდეს.